მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, მადლიერებით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს. მოდით ნახოთ ასეთი შეკითხვა დღეს. გადავა თუ არა ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე, ხო? ანუ როცა შეიძლება, ასე ვთქვათ, გვირაბის ბოლოს ოჯახი ჩანდეს, ხო? ან თუნდაც ერთად ცხოვრება, რაღაცა სტაბილური ფორმა ურთიერთობის. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. და ვნახოთ. ვისთან დაკავშირებით კითხულობთ, ხო, ვინ არის ეს ადამიანი? რა ტვირთებს ატარებს ამდენ წარსულიდან მოყოლეს, რა ხდება? რამე ერთი წამით არ გამოვიწყავ მეგობრებო, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ნასამართლებიც იყოს. ხო, ნანახი ჰქონდეს ის კედლებიც, ამავდროულად არ გამოვრიცხავ იყოს გაცილებული, ხო, საჯაროა. გაშლად ასე კონკრეტულად ძალიან რთული იქნება ერთი წერტილის გარშემო ხო საუბარი. თუმცა ყველა შემთხვევაში ადამიანი რაღაცა თვითიზოლაციისკენ მიდრეკილია. რაღაც თითქოს აი როგორი მომენტი აქვს იცით, დაღლილი ტია ზოგადად ხო კვერთხების პაჟი მაინც უფრო ისეთი სიცოცხლის ენერგიის მატარებელი გარკვეულწილად რეალურად მეოცნებე, ხო? არ არის თქვა ახლა მიწას მოწყვეტილი და 4-5 საფეხურით ზემოთ აფრენილი არ არის ნამდვილად, მაგრამ ისეთი საკმაოდ ხალისიანი, საკმაოდ, მაგრამ რაღაც აი თითქოს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაც თვითკონტროლს მიეჩვია, ხო? ნახეთ უფრო გონებით, ლოგიკით მართვას, ისწავლა რომ იყოს მარტო ტკბილი არა ვთქვათ, ხო? ისეთ მწარეც იყოს და ხისტიც იყოს ურთიერთობებში. რაღაცა თავისი უიღბლობებიდან გამომდინარე, თითქოს იცის, ხო? შუქნიშანია გამოხატული და ესე იგი ზემოთ მამაკაცი დგას, აქეთ ერთ-ერთი გოგონაა და ის ქსოს ამ შუქნიშანს, ხო? და აქეთაც გოგონა ესე უყურებს ამ შუქნიშანს, როგორ მოიქცეს. ნუ დაახლოებით ადამიანმა თავისი ნაცხოვრების სიტუაციიდან იცის, როდის უნდა გაჩერდეს, როდის უნდა ვთქვათ, გადაკვეთოს ვინმეს ცხოვრება ან საკუთარი ცხოვრება და როდის უბრალოდ უნდა დაელოდოს რაღაცა მოვლენებს, ხო? ბოჯის გიხდით ერთი წუთით, ცოტა ხანში. ხო. საინტერესო ადამიანი ვერ გეტყვით რომ უინტერესო, მაგრამ საკმაოდ მძიმე რაღაც უზითევი კიდია თავისი ცხოვრებისეული მხრებზე. და მოდით პირდაპირ ვიკითხოთ მაშინ, გადავა ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე? პირველი ვარიანტის შემთხვევაში ვინც მიყურებს აქ რა ცალსახად დამსხვრეულია ურთიერთობა, ცალსახად გაფუჭებულია, ცალსახად ნატკენია. მოკლედ აქ კარგად მოხერხებული ამბავია, რომ ყველაფერი ყირაზე დაგვეყენებინა, ხო? კიდევ კვერთხების პაჟი. პაჟი ხმლების, ხუთიანი კვერთხები. მოკლედ, აქ ცალსახად პაუზაზე ხართ მეგობრებო.
აქ არ არის ურთიერთობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო ზოგადად ახალი დაწყებული ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ამას დიდი ფესვები და დიდი, ასე ვთქვათ, წარსული თქვენს ურთიერთობას არ აქვს. პირველი ვარიანტი, ვინც მიყურებთ, თუ ვთქვათ, რაღაცა წლებს მოითვლის თქვენი ურთიერთობა, ეს თქვენი არ არის. ეს რაღაცა უფრო ესეთი იმპულსური ნებებზე, რაღაცა მიზიდულობაზე აივნახეთ და გადამე, შეიძლება კარმულიც იყოს ეს მომენტი. ხო, რომ აი თითქოს ვიცანი, თითქოს, მაგრამ ხო, ტრანსფორმაცია, კი არა და სამსჯავროს არკანი, რამდენი მაღალი არკანიც ვივა, ესე იგი, ჩათვალეთ, რომ ეს იყო თქვენი შანსი და ისევ იგივე არკანი გამიმეორდა, რაც სიგნიფიკაციაში, ხო? რაღაცა აი ამ უცაბედმა შეხვედრამ, უცაბედმა რაღაცა თითქოს აი მე ის ვიპოვე, ვისაც მთელი ეს ცხოვრების მანძილზე ველოდებოდი და რაღაცა სამყაროსგან ბედადაც აღვიქვი შეიძლება რაღაც მომენტში, მაგრამ არა მეგობრებო. აქ მე სერიოზულ ანუ სერიოზულ საფეხურზე საიმისოდ, რომ რაღაც ლითონის წრე გაიკეთოთ თითზე და შტამპი პეჭეჩი შტამპი ჩაარტყათ, ხო, ფურცელზე. ან სულაც ერთ საერთო საცხოვრებელში გაიღვიძოთ ერთად, არა, მე აქ ამას ვერ ვხედავ. ამას მეუბნება დაკიდებული ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ძალსახად აქ ტრანსფორმაციის პერიოდია, ძალსახად აქ რაღაცები გასავლელი გაქვთ, რაღაცები დასამუშავებელი გაქვთ. არა, აქ როგორი მომენტია იცით, ანტონ ჩეხოვის თქმის არ იყოს, ანუ კაც თუ ეშინია მარტოობის, ის არ დაქორწინდებაო, ხო? მიხვდით ხო რაც თქვენ? აქ ამ კაცმა იცის იმარტოვის ფასი და ჯერ არ ფიქრობს ქორწინებაზე რა. ჯერჯერობით ეს წყვილში ყოფნა უხარია, ხო? ნუ სამწუხაროდ ახლა ვიღაცები ძალიან ცუდად შემომიტევენ, რომ რას ნიშნავს ახლა ეს შენ რა თქვი, მაგრამ ნუ მე ჩეხოვს დავესესხეს, მე არ ვიტყობს მეგობრებო. ხო, არა, აქ ჯერჯერობით ოცნებები, ჯერჯერობით რაღაც ფანტაზია, ილუზიები არა მეგობრებო, სამწუხაროდ პირველ ვარიანტს ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაც სერიოზულ, უბრალოდ სხვა საფეხურის სახეს მიიღებს, ვერ გეტყვით. მეორე ვარიანტი, ვინ არის აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ვნახოთ. ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, აი ვერცხლის წყალივით აქეთ-იქით შალომ აქეთ, ხო, დაახლოებით აქეთი ადამიანი, რომელიც სულ მზად არის ახალი ეტაპებისთვის მის ცხოვრებაში, ცვლილებებისთვის, 5 დიპლომი შეიძლება ქონდეს, მაგრამ მე-6-ზე ილტვოდეს, 2 სადოქტორო არ ყოფნიდეს და მე-3-ეს დაცვას აპირებდეს, ხო, აი რაღაცა ისეთი ძალიან ახალგაზრდული ენერგიების მატარებელი ადამიანი, რომელიც ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ კარგი მანიპულატორიც გახლავთ. ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ნახეთ, საკუთარი თავი იცის ყველა სიტუაციაში, ხო, მარტოობაშიც, ხალხმრავლობაშიც, იღბლიან პერიოდშიც, რაღაც ცოტა ნეგატიურ პალასას რომ ვიტყვით ხოლმე, ასე ვთქვათ, ხო? ანუ აი ყველა სიტუაციაში რომ ცნობს საკუთარ თავს და არ ეშლება თვითგამორკვევა, ხო? როცა საჭიროა, ყველას და ყველაფერს განერიდება და საკუთარ თავთან რჩება, როცა საჭიროა. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება იჩადოქროს კიდეც ან სხვას მიაკითხოს, ანუ მოკლედ მანიპულაციების ზღვა დააწეს, როცა საჭიროა პირიქით, სასწაული სტაბილური ადამიანი იყოს, ოჯახურ გარემოში, ხო? და როცა სჭირდება იყოს ძალიან ჭკვიანი ხმების დედოფალიც, ხო? თავდასხმაც რომ ვიცი, თავდაცვაც რომ ვიცი და კიც ვიცი და კიცმაცურიც ვიცი, ხო? ადამიანმა, რომელმაც, ნუ ზუსტად იცის რა არის მერე უნდა გააკეთოს, ხო? ის ნათქვამი რომ არის ღილი პირველ ღილს თუ არასწორად შეიკრავო, ხო? მერე ყველაფერი არასწორად მოყვებაო ყველა ღილი, მაგრამ ნუ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბოლოს შენამჩნევ. აი ამ ადამიანს ეს არ დაემართება ცალსახად. მაგაში შემიძლია დაგარწმუნოთ. ამას ეს ამბავი არ დაემართება. კარგით. ვინც მიყურებს ახლა ამ ადამიანთან
არის შანსი, რომ რამე სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობა ძალამ. ოჰო, სამყაროს არკანი. ოჰო, მეგობრებო, თქვენ არ ხუბრობთ. ოღონდ აქ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ქალზე. მამაკაცები მიიყურებთ, გეტყვით, რომ თქვენს პარტნიორზეა დამოკიდებული, ქალები მიიყურებთ, გეტყვით, რომ თქვენზეა დამოკიდებული. როგორ სწორად მართავთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აქ თქვენ ხართ ლომი ნახევრად, ხო? აქ თქვენ ხართ ნახევრად ჯადოქარიც, მოდი ასე ვთქვათ. სასწაული ძალების მფლობელი, ხო? და თქვენ უნდა დაარეგულიროთ აი ამისი ენერგია, რომ ეს კოფოზე შემომხტარი სისხლადღებული ადამიანი ცოტა მოჭიმოთ და მიახვედროთ, რომ არა, აქედან შეიძლება გადახტე და ძალიან ცუდად გადახტე. ამიტომ მოდი დამიჯერე მე, როგორც არის საჭირო, რომ შენ წონასწორობა ბალანსი შეინარჩუნო და მეტყლე დარჩე, ხო? და შენ გქონდეს სადავეები ხელში, პრობლემა არ არის. მაგრამ მაინც ქალზე აქ დამოკიდებული. სამყარო ყოველ შემთხვევაში ამის შანსს თქვენ მოგცემთ. მადლობა მეორე ვარიანტს. და აქვე დავაფიქსირებ, რომ წეღან რაღაც ისევ არ გადაღლილი როგორც ჩანს, რომ ბედის ბორბალზე ვთქვით ვარცდები სამყაროს არკანი თქვა და ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანები ძალიან გთხოვთ არ გამომეკიდოთ. და მესამე ვარიანტი. ვინ ბრძანდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ვინ არის ხმლების მეფე? ისეთი ძალიან სამართლიანი, ძალიან სწორი პიროვნება, მოდით მე ასე ვიტყოდი, ძალიან ჭკვიანი, 100 ჯერ გაზომე ერთხელ გადაჭერის პრინციპით მოფიქრალი ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფრის ფასი, ანუ საკუთარი ცაცხვისიც, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც როგორც საკუთარ სიმართლეს დაიცავს, ისე დაიცავს სხვის სიმართლესაც. აი ამ ტიპის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობაში შეიძლება ფლობს საკუთარ ბიზნესს. რაღაც შეიძლება ისეთი პოზიციაც გქონდეს სამსახურზე, ხო? სამსახურში უფრო სწორედ რომ ესეთი ხვავრიელი შემოსავალი გქონდეს, მოდით ასე ვიტყოდით. მაგრამ ადამიანი არჩიება ახალგაზრდაც არის, მეგობრებო, თქვენზე პატარაც შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ისე თავის ბავშვურ მესთან, რომ ჯერჯერობით ბმა აქვს შემორჩენილი და ისეთი ბავშვური გულუბრყვილოა, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით არკანის მიხედვით შეიძლება ძალიან უყვარდეს ცხოველები. და ადამიანი, რომელიც არის ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიმზიდველი, მამაკაცი ქალი არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს თავზე მოიგეთ და ძალიან წარმატებული ყველანაირი მიმართულებით, ხო, საკმაოდ ისეთ წარმოსავალ ადამიანთან გვაქვს ყველა მხრივ საქმე, ხო, ვიზუალურადაც კი. და კარგით, გადავა სერიოზულ უფრო სხვა ეტაპზე თქვენი ურთიერთობა. ნახოთ რაღაცა თითქოს ეს რა არის? აქ სამკუთხედია, მეგობრებო, არჩევანია. კი. პენტაკლების მეფე გყავთ. სტაბილურ ურთიერთობაში ავკო. მე რა თუნდაც ქალს უყურებდეთ ბიჭებო. თქვენს თავზე გადავა რამე სერიოზულ. არა მეგობრებო, არა. აქ ცრუ მოლოდინები გექნება, ცრუ ილუზიები და ცრუ ფანტაზიები, არა. მესამე ვარიანტი. აქ სამაგისო არაფერი ჩანს. მადლობას მოგახსენებთ. ნდობისთვის წარმატებებს გისურვებთ დროებით.